მინდა მქონდეს ასეთი კომფორტული სავარძელი. მე ვარ ლაშა სიმსაძე 9 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. ადრე ვთამაშობდი ბათუმში და ახლა ვთამაშობ 2 წელი შავ ზღვაში. მყავს 3 მწვრთნელი, დიმა, მასწავლებელი, ბექა მასწავლებელი და ვახო მასწავლებელი. ყველაზე მხიარულია ბექა სიმსაძე. დიმა მასწავლებელი არის ყველაზე სერიოზული და მომთხოვნი. ვახო მასწავლებელი უფრო მეგობრულია. ესე 3 მწვრთნელი ძალიან კარგია და ყველას უყვარს. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციას. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების განაწილება. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 250 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. შორს ვიდექი, როდესაც მივბოდი, პასი გამომიგორეს, შორს ვიყავი და რო დავარტყი, მეკარი გადახტა და ხელებში გაუძრინე ბურთი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა თავის თამაში. გამოსასწორებული მაქვს თავაწეულად ბურთის კონტროლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის გიორგი მიქაუტაძე და ჩემი საყვარელი გუნდი არის მილანი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 9 ნომრით. მე 4 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ გამختارიყავი ფეხბურთელი. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები გემის კაპიტანი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან მხიარული კლასი მყავს და ძალიან კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსი უსტიაცი. ყველაზე ჭკვიანი არის ელენე ბერიაშვილი. ყველაზე მშვიდია ნატალი ხინკილაძე. მე ვარ ყველაზე ცელქი და ყურადღებიანი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის თამნიკო ბერიძე. იმიტომ რომ ძალიან კარგად ხსნის დავალებებს, გვიხსნის ყველაფერს და ძალიან მხიარული მასწავლებელია. ახლა მინდა ვიყო 15-ის, იმიტომ რომ დიდ ბიჭებთან ვითამაშო ფეხბურთი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, მამიდა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 2 და. ჩემი ძმა არის 11 წლის და ჰქვია გიორგი. ის არის ცელკი, გონიერი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა თამაშობს და ღიზიანდება. ყვირილს იწყებს და ნერვებს მიშლის. ჩემი აზრით გიორგი რო გაიზრდება, გამოვა მოჭიდავი. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და უშიშარი. ახლა არის გემზე და ძალიან მენატრება. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ოსპის წვინიანი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელებია მწვადი და ხინკალი. ნიზლავზე შემიძლია შევჭამო 25 ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 6. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს соуს. ცოლს რომ მოვიყვან იქნება 30 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის, ალექსის, ნუცას და ნათიას. ჩემ ცოლს დავარქმევ ნინის. მამიდა არის ძალიან კეთილი, ყველაფერს მისრულებს და მიყვარს. ახლა გადავიდა სხვა სახლში და ამ ამბავს ძალიან გავიცდი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. თავიდანვე ჩემი ძმა ხატავდა, მეც ძალიან მომინდა ხატვა და ავყევი მას. მე რასაც ვერ ხატავდი, YouTube-დან ვიხატავდი, მე მივეჩვიე ხატვას, დავიზეპირე და ახლა ჩემით ხატავ. ყველაზე ხშირად ხატავ ცხენებს. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ცხენზე რო ვიჯექი. ყავი სოფელში და მამაჩემს ყავს მეგობარი სოსო რამიშვილი. მას ყავს ცხენები და მაჯინს. ერთი ცხენი მაჩუქა და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიყვან სოფელში. ამ ცხენს უკვე დავარქვი ბუცეფალი. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი და არ მიყვარს იასამის ფერი. იმიტომ რომ გოგოს ფერია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ნახატებს ვაგროვებ და ვინახავ, იმიტომ რომ ჩემს მეგობრებს და შვილებს დავათვალიერებინო. ყიდველი რომ იყოს, თითო ნახატს გავყიდი 20 ლარად. ბევრი ფული რომ მქონდეს, მთაში ავაშენებდი კოტეჯის სახლს, ქვევით დედაჩემს და მამაჩემს ვაცხოვრებდი, ზევით კი მე და ჩემი ცოლი. ზედასრული ჯოხი რომ მქონდეს, მამაჩემს ვყიდი ახალ გემს. ამ გემს დავარქმევდი ლაშას ვარსკვლავს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის მამაპაისის ცხოვრება. დედიკოსთან ვყავარ ეკლესიაში და თვითონ რო ვერ ახერხებს, ჩემით მივდივარ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საბერძნეთში, იმიტომ რომ მე მინდა მამაპაისის საფლავი ვნახო. წინა მონაწილემ დამიტომა შეკითხვა.
ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ კლასელ გაბრიელ ჭიჭვეიშვილთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა გემიდან და ოჯახის ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.